საქართველოს ფოსტისა და წითელი ჯვრის საზოგადოების მორიგი ერთობლივი პროექტის წარდგინება გაიმართა. ახალი ინიციატივა გახლავთ საქველმოქმედო მარკის გამოცემა სახელწოდებით ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება. ყოველი რეალიზებული მარკიდან თითო ლარი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ახალი პროექტის წარდგინება სასტუმრო რედისონ რედ თბილისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ. გამომცვლელებმა ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ასეთი გახლავთ ერთ-ერთი წითელი ჯვარი, რომელიც მუდმივად კეთილსაქმეს ემსახურება, ასეთი გახლავთ განათლების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, განსაკუთრებით პირობითი საზღვრისპირა სოფლები, სადაც მუდმივ რეჟიმში საქართველოს ფოსტა გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. წარმოდგენილი გვაქვს მარკა, რომელიც თავისი ხასიათით ძალიან საინტერესოა, მეტად საინტერესო მარკა გამოგვივიდა, რომლის ღირებულება გახლავთ 3+1, რაც თავისთავში ნიშნავს, რომ 3 ლარი საოპერაციო ღირებულება, ხოლო შეძენილი მარკიდან 1 ლარი გადაირიცხება წითელი ჯვრის ანგარიშზე, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, მუდმივად კეთილსაქმეს ემსახურება. ერთი მხრივ ეს გახლავთ შემეცნებითი ხასიათის თვითონ მარკა და მეორე აი მსგავსი ქველმოქმედება, რომლითაც უკვე საქართველოს ფოსტის თანამშრომლები საკუთარი თავის წარმოჩენას ამგვარად ცდილობენ დანარჩენი საზოგადოების წინაშე. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და საქართველოს ფოსტის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც პირველად გამოუშვით საქველმოქმედო მარკა მარო მაყაშვილის, რომელიც ეროვნული გმირი და ასევე იყო საქართველოს წითელი ჯვრის მედდა და მოხალისე. ეხლა ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება, ისევ გამოუშვით საქველმოქმედო მარკა, საიდანაც შემოსული რაღაც თანხა შევა წითელი ჯვრის ფონდში და ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ როგორც მარტო ხელებს, ასევე ჩვენი ბინაზე მოვლის ბენეფიციარებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ფოსტას და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემატიკა, იმიტომ რომ ერთი რომ ხდება პოპულარიზაცია ქართული საფოსტო მარკების და მეორე რომ თვითონ თემატიკა, რომელიც არის წარდგენილი და სამომავლოდ ძალიან დიდი კარგი გეგმები აქვს როგორც ვიცი საქართველოს ფოსტას, მცირედ მონაწილეობას ვიღებ ამ კარგ კეთილ საქმეში.